კაი სალამი ყველას. მივესალმები. უცებ ვიტყვი საპატრიარქოს ტყეებზე ვარ, კწანისის ტერიტორია, კწანისის ტყე-პარკი. ჩამოვედი, სპინინგი, ხელოვნური სატყუარები, ქარიკლაპია. არ მინდა დრო დავკარგო, რადგან დავაგვიანე. ახლა არის 11 საათი და დავიწყებ ეგრევე თევზაობას. სურვილი მაქვს ვითევზაო ყანყალებით. ძალიან მომენატრა ყანყალებით თევზაობა შესაბამისად. ამისთვის ამოვედი რა. თან უკვე ქარიკლაპია ასე თუ ისე აქტიურია. დავიწყოთ. იყოს პატარა ზომა, მაგრამ იყოს. ვიწყებ ჩემი ნაუმარი ყანყალით, რომელიც მშვენივრად მუშაობს ქარიკლაპიაზე. არისო ქარი და საიდან ამოვედი. წავიდა პირველი. ქარი არისო საიდან ამოვარდა. ბალახია. აქეთ ბალახი გვაქვს. ხელა ბალახი გაიზარდა აქ რა არის? არისო ხელა ბალახი. ძალიან დაბალი წყალია რა მოხდა? უბრალოდ წყალი კი არ არის დაბალი, ნორმაში, ნორმის ფარგლებშია. მაგრამ ძალიან დიდი ბალახი არის ამოსული, არ მახსოვს ესეთი ბალახი. ჩათვალე წყლის ფენა დარჩა სადღაც 30 სანტიმეტრი რა, იმიტომ რომ ვარდება თუ არა ყანყალა, ეგრევე ედება ბალახს. სიღრმე ფაქტიურად დაკარგა ტბამ. არ არის ეს კარგი. ალბათ ზედაპირული სატყუარებით გადავალ. აპარა. მოდი. რაღაცა ყოი უნდა იყოს. აპარა. მოდი. არ შეხვიდე. ყოი ზომა უნდა ჩანდეს მართლა. აბა. უი, წკიფსი აქ. პატარა წკიფსი აქ. ეს მენატრებოდა. ეს მენატრებოდა, მოდი აქ. აბა რა. მოხვალ. ძიასთან მოხვალ. არა, ცუდი ზომა. ჩემთან. აი ზომა, მართლა. სვეჩკა. დამინახა. კაი, სვეჩკები აღარ მინდა. მეტი სვეჩკა აღარ მინდა, ბრატ. კაი ზომა მართლა. წყალ შეგრე. თან გაძვრა, ნახეთ. ჩემი კაი გაძვრა. თუ არა? გაძვრა და ისე მოედო პირში. საღოლ. აბა რა. საღოლ, კარგია.
შვენიერია, ზომაც ძალიან კარგია. ზომაც ძალიან კარგია. ნუ რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ჩემი ნაბრძოლი ყანყალა. რა კაი ზომა, მეგობრებო. რას ლაპარაკობ? 1,5 კილო რა, ლამის. იქნება კილო ნახევარი. ხო, ბრატ. ავიღოთ. აი, გადავიღოთ ფოტოები და გავუშვათ, ხო? აუცილებლად. გაიძვერა, სანამ ფოტოებს უღებდი, გამატალახიანა, რა არის? კი სუფთას გადავუღებ. არ უნდა. აბა. რა გორონკასვა. ესე უცებ. არც დავიშვიდობ, ოჩახშენ. მადლობა თქვის სურათები გადაგიღე პოდიუმზე გამოგიყვანე ხალხს ვაჩვენე. ეგრე ხო? არც დავიმშვიდობა. შვენიერია. ყანყალის სეზონი გავხსენი. ნახოთ, აბა თუ კიდე რამეს ვიზავ. გავაგზავნოთ. აბა იქნება კიდე ერთი ცალი. მე უკვე ფიქრობდი ვობლერზე კი არა და ვოლქერზე გადავიდე, იმიტომ რომ ბალახი არის ძალიან მაღალი. წარამარა ედება ყანყალა. თუმცა არა. კაი ადგილი ნახე, გავისროლე, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, იქ იდგებოდა ქარიკლაპია და კი დამირტყა. როგორი მომენტი იყო, იცით, აი, ეხლა ხო ნიავია. მაინც პატარა ტალღებია რა, აი, უცებ გაჩერდა, გასწორდა სრული ის იყო შტილი და გათეთდა წყალი და თითქოს დავინახე რაღაც. და იქ ჩავაგდე. თუ არა, თქვენ თვითონაც ნახეთ რა მოხდა. შვენიერია. დღე მისია შესრულებულია. კიდე ერთიც რომ დავიჭიროთ, არ იქნება ცუდი. აბარა. ხო არ გამექცა, თუ ჩემთან წამოვიდა. იგებ, ჩემთან მოდის? კი, ჩემსკენ მოდის. პატარა და ჩემსკენ წამოვიდა. რა პაწუკა. რა პატარა წონაც ვერ მიხვდი რა იყო. ეს რა არის? არაკ ცხენია. აი მე ესე მოკიდებ ხელს და მოგაძრობინებ. ნუ ეს არის, არ ვიცი. რა დავარქვა? ფანქარი? თუ წინდა, თუ რას ეძახიან. თუ თასმა. მაგრამ მაინც სასიხარულოა რა, კარგად იბრძოლა. არა, ამას არ ვაწვალებ, ეგრევე გავუშვათ. ოპაც. ნუ ისევ და ისევ რაზე თუ არა ყანყალა რომელიც აღარ გამოდის სამწუხაროდ, მაგრამ თავისას შვება. ჩემი ახალი ჩოგანბადე მეგობრებო, ბარემ გაჩვენებ. თევზის ამოყვანაში მეხმარება სპროს ესეთი სილიკონის ჩოგანბადე, რომელიც არ იძირება. ჰოპ. შვენივრად გამოიყენეთ ნავიდან, რავი, სადაც გაგიხარდება, ძალიან სუბუქია. აი ესე იკეცება და აქვს ესეთი ქამრის სამაგრი. ნუ უკან მაგრია. სპრო ფირმა. ეს ჩოგანბადე შევიძინე მაღაზია ფლაგმან ჯორჯიაში. თუ გაინტერესებთ, მოგწერთ კონტაქტებს. რავი, ძალიან მაგრია და ძალიან სუბუქია. მარტივად იშლება და არ იძირება. სხვა რა გინდა. და კაი ზომიცაა. გავაგრძელოთ.
საშინელი ქარი ამოვარდა. ალბათ მომიწევს დავასრულო თევზაობა. არა კომფორტულია. ესეც ასე დავამთავროთ დღევანდელი მოკლე თევზაობა. სხვათა შორის მიყვარს ესეთი მოკლე 1 საათიანი თევზაობები. გამოხვალ, უცებ 1 საათში დაიჭერ შენ სასურველ თევზს და მერე მთელი დღე მშვენიერ ხასიათზე ხარ. უბრალოდ ამინდი გაფუჭდა და აღარ მიღირს გაჩერება კი, ქარი კლაპიას ქარი უყვარს, მაგრამ მე ქარი არ მიყვარს ნამდვილად. უბერავს საკაიფოდ, ყანყალა ისე აღარ მიდის და დისკომფორტია მოკლედ რა. თაც იმას იწყებს. ნუ ესეთი თევზაობა გამოვიდა, ვითევზავე უკვე ჩემი საყვარელი ჯოხით, დაივაკალდია. ალგეძე დიდი ზომის ფარგა დამაჭერინა, ვისაც არ უნახია ეს ვიდეო გადადით არხზე და ნახეთ. და დარწმუნებული ვიყავი, რომ აი ამ ყანყალამ დღეს მომიტანა შედეგს და ნამდვილად დამაჭერინა 2 ქარი ყლაპია. სამწუხაროდ ეს მოდელი მე მგონი აღარ გამოდის, ვეღარ პოულობ ვერსად და რა ვისაც გაქვთ, გამოიყენეთ აუცილებლად. მეც ვუფრთხილდები და კარგი ნაიარებში უკვე ვაქვს. აქაც დამაჭერინა ქარი ყლაპია თბილისის ზღვაზე და შაურზეც თავისთავად. ესეთი მშვენიერი გასვლა გამომივიდა, ძალიან ყვაყოფილი ვარ დით. თუ მოგეწონათ ეს მოკლე ვიდეო თავისი შედეგით, მადლობელი ვიქნებით თუ გამომიწერთ, დააჭირეთ ლაიქს და რავი, თუ რამე შეკითხვები დაგჭათ, გამოვუშვით კომენტარებში, როგორც ყოველთვის. აბა, შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე. დროებით.